თანავე როგორც ვიქას დაცვის პრეზიდენტის ზომები იყო მიღებული რა ხდებოდა სანამ შეხვდით დაკავშირებაში. ნუ ძალიან მკაცრი ზომები იყო დეტექტორები ჩამოამოწმეს ყველა ნივთი რაც გიგოღებდა დაწყებული საფულედან მობილური ტელეფონი სანთებერვა სიგარეტი ყველაფერი დავტოვეთ გავიხადეთ კურტკები შემდეგ დეტექტორებზე შეგვამოწმეს და მე პირადად მომწია ტურკის მეთაცმელის გახდა როგორ აღიხსნეს აი ეს პროცედურა რა ადვოკატს ახდევინებენ ფეხსაცმელსაც კი გამგეობის შენობაშთან ხო თან ეს არის და მინდა დავაკონკრეტო ეს არის ჩვეულებრივი დაცვის პოლიცია რომელიც ამა თუ იმ ორგანიზაციას ვთქვათ იცავს აგვიხსნეს იმით რომ დავალებული გვაქვს ზემოდან და ვინ როგორ რა საფუძვლით ეს ჩემთვის უცნობია ამის თაობაზე არანაირი ახლა განმარტება არ მგონია ყოველ შემთხვევაში ამ პროცედურების არათასი ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ შევედით დაკითხვის ოთახში სხვებსაც მოუწიათ ტანსაცმლის ფეხსაცმლის გახდა ადვოკატებს გულისხმობთ თუ ადვოკატებსაც და იმ ადამიანებს უნდა დაიკითხათ დეტექტორმა რაღაც საჭო შეამჩნია იმ შემთხვევაში აუცილებლად ყველას მოუხდებოდა ფეხსაცმლის და იგივე ტანსაცმლის გახდა ხახტება ფეხსაცმლის გახდა ცოტას შესაძლოა რა ხდება კონკრეტულად როგორ საუბრობთ ფურთუკების გახდა უწევთ და უწევთ ასე ფეხსაცმლის გახდა იქ სადმე თუ კინამიმულია ისის მასკინა აქვს შარვარტი იმასაც შეიძლება რომ ის გახდაო იყო ხარ გახადეთ სტელობა იყო მაგრამ არ გავიხადეთ ხო და ნუ კი რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვალე საჭიროდ ადვოკატის შემოყვანა იმისთვის რომ აი არ იყო ისეთი სიტყვაზე ვთქვათ აი შევიწროებული კითხვები რაიმე გაუგებარი კითხვები ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო და მე საუბრობდი მხოლოდ სიმართლეს რაც იყო სიმართლე და ამიტომ რაღაც არ გადავწყვიტე საჭიროდ რომ ადვოკატი შემოსულა ანუ რას გეკითხებოდნენ ნუ ეხა რაც იყო როგორ იყო დასვაკეთებდი ისი დავალებით ნუ ყველაფერი ეხა რაც იყო რეალურად მეკითხებოდნენ და რაც იყო სიმართლე გავეცით მხოლოდ მათანი პასუხები და ამიტომ აღარ დავისწარი ადვოკატიც მაგრამ თავიდან ხო ყველა კითხვა არ იცოდი რასაც დაგისმენია რატომ ვფიქრე რომ ადვოკატი არ იქნება ხო მაგრამ მე მითხრეს რომ აი როცა კი ვიტყოდი მე რომ აი ადვოკატი შემომიყვანეთ მაშინვე და თუ კი რამე კითხვა არ მომეწონებოდა მაგ შემთხვევაში ვიტყოდი რომ შემოიყვანეთ ადვოკატი ანუ მათ გითხრეს რომ არ იყო აუცილებლობა ადვოკატის უნდა არ იყო ესეც არ უთქვიათ შენ როგორც გადაწყვიტავ ესე მითხრეს თუ საჭიროდ ჩათვალო თქვი და ამ წუთას შემოვიყვანთ და დავისწრებთ ადვოკატს მე ხა შევიკავე თავიდან მეთქი თუ რამე და ისეთი სიტუაცია წავიდა რომ მე ჩემთვის გაუგებარი გახდა ან რამე ან ვერ გავიგე ან რამე იმ შემთხვევაში ვიტყვი რომ შემოიყვანეთ სპანაირად აღარ გავაგრძელებდი ახსნა განმარტების მიცემას და რაც შეეხება კითხვებს, რა კითხვებს გისმენთ? ნუ ეხლა კითხვებს მისვამდნენ რომ აი გასაიდუმლოებული ხო არ იყო მე რას ვაკეთებდი ან გაზეთებს რო ვარიგებდი ხო არ უნდა დამემალა მართლაც არ ყოფილა იმიტომ რომ ჩემთვის არავის არ უთქვია შენ არ თქვა რომ ჩემი დავალებით გაზეთს არიგებ იმას აკეთებ ამას აკეთებ დაფარული არაფერი არ მქონია და მხოლოდ ეს საინტერესებდათ რომ ხომ არ იყო რაიმე დაფარული ხომ არ იყო რაიმე ან სიტყვაზე ვთქვათ ან ფულის შეთავაზება ან ვინმესთვის უნდა შემეთავაზებინა ან ვინმე არა ესეთი კითხვები იყო უბრალოდ რაც არ ყოფილა და და კიდე რამე ეკითხებიან თუ არა აი ვინები არიან პარტიის წევრები პარტიის სხვაც კითხენ იგივე შეკითხები მაგალითად კითხეს კი შენ წარმოიდგინეთ თქვენი პარტიის წევრები ზალიკო მამალაძე პირადად არავის არ უგითხო ხო ანუ კონკრეტულად გთხოვენ სახელდაგვარად ვინ არიან პარტიის წევრები თუ იცი ვინ არიან მაგრამ ეხლა მე არ ვიცი მე ვიცი მხოლოდ ჩემი თავი და სხვისი არაფერი და არც გამიცია პასუხი იმიტომ რომ ნახდა სხვის მაგერად მე ლაპარაკი არ შემეცლია თქვენს მეუღლეს ცალკე კითხავენ თუ თქვენთან ერთად ცალკე დაკითხეს ჩემი არავის ჯერ კიდე გამოსხვაზე შეგეთოს მაძლევდნენ რა თუ ხარ ქართულ ოცნებაში ოპოზიციაშიო მე ვთხარი ვარ რა თქმა უნდა რისთვის რატომ მე ვთხარი მთავრობა რო შეიცვალოს არა ეს მთავრობა მიზან შეწონილი მოსახლეობისათვის საქართველოსათვის ადვოკატზე უარი რატო განაცხადეთ არ განაცხადებია საერთოდ არ უთქნია არავის ადვოკატი აიყვანიან რა თქვენი სახელით ადვოკატებს უთხრესო თქვენ უარს აცხადებთ ადვოკატის მომსახურებაზე არ უთქნიათ რა რაფერად არის ადვოკატი უკაცრავად ერთი წუთი გქონდა რა შეუკითხე არაფერ დავეწევი და დაგეთქვი ხო თუმცა ადვოკატებს ბატონ ჯაბა გითხრეს ხო რომ უარს აცხადებს შათირიშვილი ადვოკატის მომსახურებაზე და ტანს გაჭხრიყვა როგორი იყო თქვენი არაფერი თქვა კურტკა შემოწმენ რამე ხო არ ქონა ნივთი ან შევიდები არ არიან
დამატებობინეს და ყველაფერი ჯიბეს ჩასწი გამოსა და შემიშли. ხო დამატებითი ვთქვათ ჩარვლის გახთა რამე ხორიათ. არაფერი. გეკითხებოდნენ თუ არა კონკრეტულად ვის აი ვთქვათ ვინ არიან პარტიის წევრები კონკრეტულ გვარებს ხარ გეკითხებოდნენ ვინ მაგალითად ვიზე დაინტერესდნენ ვახტანგ გაჩეჩილაძეს კიდევ ვიზე კითხენ ვინ არის უფროსი თქვენთან აქ და მე ვთხარი ვახტანგ გაჩეჩილაძე და ვლადიმერ სიხარულიძე მეთქინდა სხვა არავინ არ უთქნია მითხრა აი ეს რა ქვია თუ იცნობ ვინმესო ვინც მასე არიან ოპოზიციაში არავის და კიდე რა მაინტერესებს აი ვთქვათ აი ამდენი ხნის თითქმის 3 საათი ყავ დაკითხვაზე ამდენი ხნის გამოს მხოლოდ ამ კითხვებს აბრუნებდნენ სხვადასხვა შეკითხვებს მოსწონდნენ რა აი თუ ვინმე სიტყვაზე რომ აი გაზეთი რო ჩამოდის ქართული ოცნების ხალხში რო დარიგდეს და მე ვინ არიგებს რას არიგებს რა შვება ხმებს რო აგროვებდით თუ იყო რამე დაფინანსება მე ვთქვი არა და და კიდე დეტალები უფრო ჩაგეძიები ძალიან საინტერესოა მათი მხრიდან როგორ იყო ქცევა ზეწოლა იყო ფსიქოლოგიური ფიზიკური ხო არ გემუქრებდნენ ხო არ გეუბნებოდნენ რამის გამოსილა პასუხისგებლობაში მიქცენ ან რამე ამ დაგვარ რას გეუბნებოდნენ არასდროს ჩვენების მიღების შემთხვევაში შენთვის იქნება ცუდი და ეს სწორი ჩვენება რა იყო თქვათ რას გეუბნებოდნენ სწორი რა უნდა ყოფილიყო თქვათ თუ რამე დაგაფინანსენ ან ფული გაგაღებული ან რამე რა ისეთი რომ რაც კი მაგათ აწყობს და მაგცაგეთი დღეოთ იქნება თქვი რა მე ვთქვი არაფერი არ არის არ ყოფილი და ისეთი არ ჩამიდენია რომ ადგეს ვინმე და დამეჭიროს სხვა ზეწოლა იყო რამე ვთქვათ სხვა რამე კუთხით არაფერი ზეწოლა ყოფილა მე კითხვები იყო უფრო აი თქვი გინდა თუ არა სიმართლე ვიცი რომ მაგანთან ხარ და რა ხდება როგორ ხდება ანუ უფრო იძულება იყო ვიდრე შეკითხვა კი როგორც ვთქვით ზალ მამალაძე შეყავით დაკითხვაზე მან რამდენიმე წუთში გამოხატეთ რატო რა გახდა ამის მიზეზი ზალ მამალაძე დაიბარეს როგორც ხვები ისე შეუძლებელად კონტროლის პალატამ ადმინისტრაციული წარმოების დროს როდესაც დაიწყო გახსნა სტომის დამოუკიდებლობის წარმოების პროცესი ჩვენ საინტერესო კითხვებს და ეკიმდენე პროცესებს რა თქმა უნდა ვიცით რაც უნდა გააკეთოს ნორმალურმა და ჩვეულებრივმა მოკლედ მინიმალურად მაინც იქ კითხვას ავსვამებ უნდა მსოფლიოს მიუხედავად ამისა ვიცით რაღაცას უნიშნავდი ჩემთვის შემდეგ საქმისთვის გამომეყენები ამ დროს კონტროლის პალატის სხვა თანამშრომელი შემოდის ოთახში რომ არც არაფერი ჩვეულებრივად მახდება ფუნქციაში და ბიჭო რას აკეთებო და მე გაუცებული შევხვდი და მოდის ჩემსკენ თავით ძალიან ქუჩური სიტუაცია და ბავშვური სიტუაცია სკოლა მახსენდება რომ იწევიან ერთმანეთისკენ ახალგაზრდა ადამიანები ფიქრობ რომ დარტყმა უნდათ ფიქრობთ რომ დარტყმა უნდათ რომ მე გამეკეთებია რაღაცა და შემდეგ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო და მე ამას შეგნებულად თავი ავარდი დიდი ბოდიში მოუყვარდა ის კაცონასწორებული პიროვნება იყო მისასწომა მიყავდა ის გამოკითხულობს ადგინდა ბოდიში მოუყვარდა და დავტოვე ადამიანი ვისაც დამბარებო გამკითხავს ის დაცვის გარეშე არ არჩენია ორი ადვოკატი აგზავნეს მის დაცვას კიდევ ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ჩემ თავზე ვიფიქრე რომ ის სიტუაცია იყო რომ იყო პირადი შეურაცხყოფა და ანალოგიური შემთხვევაში მე გამეკეთებია და ზედა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი წარმოვიდგინოთ ანუ ფიქრობ რომ გამიზნული პროვოკაცია იყო ფიქრობ რომ გამიზნული პროვოკაცია იყო ეს პროვოკაცია მთელი დღე გრძელდება იმ ადამიანის მიერ ჩემს ვინა იცი როგორც გავიგე ჩანსელი გვარად აქაურით თბილისიდან კონტროლის პალატას წარმოადგენს თბილისიდან და სხვა ან წინა დაკითხვებსაც ქონდა რაღაცა წინა მასთან მე არ ყოფილა ადმინისტრაციულ წარმოებაზე სხვა ადვოკატები იყო და იქიდან გასაგები უბრალოდ ოთახში შემოდიოდა და რაღაც პროვოკაციულ სიტუაციას ქონდა ჩემთან მიმართებაში სხვა ფაქტები კონკრეტულად აი რასში გამოიხატება პროვოკაციებს დილით იყო შემოსული და ის წარმოებაში ერეოდა და ჩემს კითხვაზე მოგწონდებით მიკითხავს რომ მე ოთახში შემოდივარ და გავდივარ ჩვეულებრივი ადმინისტრაციული წარმოება და იქ უფლება აქვს მხოლოდ მხარეებს და ადვოკატებს და მისი წარმომადგენლებს და სხვა მესამეებს უფლება აქვს ის რომ მიდევას სიტუაციაში ეს ავაფიქსების მომენტი ჩემი ოთახი და ასაც იმას გავაკეთე ეს მიფიქრე მოდიში მოუყადე კაცო რომ გააკეთებს კითხვა ყავი დაკითხვაზე რა ხდებოდა რას გეკითხებოდნენ ის რაც წინა გამოსვლებია ის იყო ჩემს ძირითადად ის რომ ხელმოწერებში იღებ თუ არა მონაწილეობას არ მიიღია ნამდვილად არ მიიღია მონაწილეობას გაზეთების ვარიგებაში ეს იყო ძირითადი შეკითხვა და შესვლის პროცედურები როგორ იყო გაგჭრიკეს დასახელს გახდა ხო არ მოგთხოვეს არა შეუძლებელად რაღაც დეტექტორით შემოწმდა და ძირითადი აქცენტები რაზე გაკეთა მხოლოდ გაზეთის დარიგებას და ხელმოწერებს თუ იყო რაღაც სხვა დეტალები რაც აინტერესებდა არა ძირითადად მაინც ეს იყო და ისე რაიმე სახის რაღაც ან დახმარება მოსახურება ხო არ გამიწევია ან რაღაც ან
პარტიებთან, რომელიც ახლა კოალიციაშია და იმ პარტიებთან, რომლებიც მოიაზრება ეს მოიაზრება და ვინა კოალიციაში, მაგრამ თავი ეს არისებში რომელი პარტიასთან. რამეზე წელს ხარ ქონიათ პირად ფსიქოლოგიურ კურსს? არა, მე პირველად ვიყავი საერთოდ ამ რაღაცაზე და ჩემთვის მაინც ალბათ ეწოლა პირველად ვიყავი. რაიმე სახის საერთოდ თაკითხვა და რაღაცა მსგავსი. ჩემთვის ფსიქოლოგიური სტრესი ნამდვილად არის ეგეთ სიტუაციაში ყოფნა. სხვა მხრივ ახლა ის რომ რაიმე არა ნამდვილად ვერ ვიტყვი. მე პასუხისმგებლობის საკითხი ხო არ უხსენებია თქვენ? ან პროკურატურის საკონტროლს კი უთხრეს ეს რაღაცა გაფრთხილებები იყოს. არა ეს ჩვეულებრივად გაფრთხილებული მოხლის რაღაც მოხელი პრიმა მოხლი არ მახსოვს ზუსტად 384 რომ თუ კი რაღაცა არ იქნება რაღაც ეს სწორად დაწერილი ყალბი ჩვენების თან ეს მასალები აუცილებლად ალბათ პროკურატურამ გადაიხსნება ეს ალბათ როგორც ყველას უთხრეს ალბათ ის მითხრას